თანამედროვე ქალის ინბოქსში არის კლოუნი ნიკუშა, რომელსაც მაშინ მიმართავს, როდესაც მოსწყინდება დრამატიზატორი გიორგი, რომელთანაც შეუძლია რომ იწუწუნოს ხოლმე. აღფრთოვანებული დათო, რომელიც ყოველდილას წერს შენ ხარ ქალღმერთიო, ფანატიკოსი სანდრო, რომელიც პირველი უგულებს ყველა მის სტორის, კომპლიმენტების მეფე ლევანი, რომელიც საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნების ამაღლებაში ეხმარება, მონა მორჩილი ზაური, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რასაც ქალის თხოვს, ტაქსისტი მიშკა, რომელიც ბზად არის ყველგან გაიყვანოს და ირაკლი, კაცი ხალიჩა, რომელსაც ფეხებს შეაწმენს ხოლმე, მაგრამ ამათგან არც ერთს არ განიხილავს ქალი როგორც სამომავლო პარტნიორს, იმიტომ რომ ყველა მათგან საკმაოდ შეზღუდული ფუნქციონალი აქვს. ანუ თუ შენ აკეთებ რაღაც ერთს, მაშინ დიდი ალბათობით ქალი შენ არ აგირჩევს. ხოლო როდესაც მას ხვდება მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე ფუნქციის ერთდროულად შესრულება შეუძლია, ის დაუფიქრებლად ირჩევს მას. და როდესაც მამაკაცი ურთიერთობის საწყის ფაზაზე ხელმიუწვდომელ მაგარ ტიპს თამაშობს, ეგ უბრალოდ სიგიჟეა. ეგ სტრატეგია არის უშუალოდ ღიად წარმატებული და ან მატერიალურად მდიდარი მამაკაცებისთვის, რომლებსაც დასამტკიცებელი არაფერი აქვთ. ანუ ეგ სტრატეგია მუშაობს მხოლოდ იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ღიად ჩანს, როდესაც ყველასთვის გასაგებია, რომ შენი ობიექტური მნიშვნელობა რამდენიმე საფეხურით აღემატება ქალის ობიექტურ მნიშვნელობას. ხოლო დანარჩენმა ყველამ, ანუ უმრავლესობამ, უნდა იპახაოს ჩაჩი რომ შედეგი მიიღოს. ხოლო მამაკაცთა უმრავლესობა რას შვება? რას და მათი ნაწილი ან ეგრევე თავის დაფასებას იწყებს, როდესაც ჯერ კიდევ ქალისთვის არაფერი ღირებული არ მიუწია. იმიტომ რომ ვიღაც ინტერნეტ ექსპერტმა ეგრე უთხრა, თავი უნდა დაიფასო რომ მაგარი ტიპი ჩანდეო. ხოლო მეორე ნაწილი კი სულ აძლევს, უბრალოდ ცალკარას თამაშობს და მაგით ურთიერთობაში საკუთარ ინვესტიციებს თავისივე ხელით აუფასურებს. მე კი გეუბნებით რომ ჯერ უნდა გასცე, ჯერ ქალს რაღაც ღირებული, რაღაც ხელჩასაჭიდი უნდა მისცე და მხოლოდ შემდეგ უკვე უნდა დააპაუზო და დააკვირდე. მოდის თუ არა მისი მხრიდანაც სათანადო პასუხი. შენ გაცემის არ უნდა გეშინოდეს. უბრალოდ უკანალში არ უნდა შეუძვრე და შენივე ინვესტიციები შენივე ხელით არ უნდა გააუფასურო.